წარმოიდგინე ასეთი რამ, აი შენ, პირადად შენ. ცხოვრებით იმდენად დაიღალე, ტანჯვამ და უიმედობამ იმდენად გამოგფითა, რომ გადაწყვეტ უბრალოდ ყველაფერი დაასრულო. კი, ნამდვილად მძიმე წარმოსადგენია, მაგრამ განვაგრძოთ. ხო, ანუ პოულობ საწამლავს, იღებ მას, თვალებს ხუჭავ და ელოდები აღსასრულს. მაგრამ სიკვდილის ნაცვლად, რაღაც სრულიად წარმოუდგენელი ხდება. აუ, რა ხდება? შენი გონება ფართოვდება, თვალებს ახელ და უცებ ხვდები, რომ სამყაროს ყველა საიდუმლო იცი. ვა, ეგ მართლა სერიოზული ცვლილებაა. კი, უცებ გესმის ფრინველების საუბარი, ხეების ფიქრები, თვით ქვევის ენაც კი გესმის. ანუ ყველაფერი ცოცხლდება შენთვის. ზუსტად, შენ ერთი უბრალო ადამიანი იღებ აბსოლუტური, აი სრულიად შეულამაზებელი ჭეშმარიტების დანახვის ზებუნებრივ ძალას და აი კითხვაც რას იზამდი? ალბათ პირველი ფიქრი ისაა, რომ ეს ნამდვილი სუპერძალაა, ხო იცი? ჩვენ ხომ მუდმივად ვეძებთ სიმართლეს, გვინდა გავიგოთ როგორ მუშაობს სამყარო. ნამდვილად, ყველა მაგაზე ვოცნებობთ. ხო. გონია რომ ამხელა ცოდნა უძლეველს გაგხდის, მაგრამ რეალობა და ზოგადად ფსიქოლოგია ბევრად უფრო ბნელია. კი, მაგითომაც ვართ დღეს აქ. იშვიათად უსვამთ საკუთარ თავს კითხვას, ვართ კი ფსიქიკურად და ემოციურად მზად ამ სიმართლის ტვირთის სატარებლად? ეგ ძალიან ზუსტი კითხვაა. და სწორედ ამიტომ დღევანდელ სიღრმისეულ განხილვაში ჩვენ ვსწავლობთ წყაროებს, რომლებიც აღწერს ერთ ეპიკურ პერსონაჟს. მინდიას, ასე ვთქვათ, გველის მჭამელის ლეგენდას. ძალიან საინტერესო თემაა. და მინდა გითხრა, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც ძველი მითი ან ფენტეზი ჯადოსნურ ძალებზე. ჩვენი წყაროების მიხედვით, ეს არის უკიდურესად თანამედროვე, დამანგრეველი ფსიქოლოგიური სურათი. დიახ, სურათი იმისა, თუ რატომ შეიძლება აბსოლუტურმა ცოდნამ გაგანადგუროს პირდაპირ. ზუსტად ეგრეა. და რატომ ირჩევს საზოგადოება ყოველთვის კომფორტულ ილუზიას, ვიდრე რთულ სიმართლეს? ეს არის ამბავი შინაგან კოლაფსზე. იმაზე, თუ რა ემართება ადამიანის ფსიქიკას, როდესაც მისი პირადი აღმოჩენები ეტაკება საზოგადოების გადარჩენის ინსტინქტებს. მოდი ეს გავშიფროთ და სულ თავიდან დავიწყოთ, რადგან ტრანსფორმაციის პროცესი ძალიან საინტერესოა. კი, დავიწყოთ. ანუ, მინდია უკვე 12 წელია რაც ტყვედაა ქაჯებთან. მოდი განმარტოთ, ქაჯები ამ კონტექსტში ხო არ არიან უბრალოდ რაღაც რიგითი მონსტრები? ნამდვილად არა. ამ მითოლოგიურ სამყაროში ქაჯები წარმოადგენენ ბუნების იმ ბნელ, მიუწვდომელ ძალებს, რომლებიც უმაღლეს საიდუმლოებებს ფლობენ. ანუ რაღაც აკრძალული ცოდნის მცველები არიან. ზუსტად. ისინი არიან აკრძალული ცოდნის მცველები. მინდია მათთან ტყვეობაშია და ეს ტყვეობა მისთვის უკვე ფსიქოლოგიურ ჯოჯოხეთად იქცა. მას ენატრება თავისი სახლი, მთები, ოჯახი. ხო, გასაგებია მისი ტკივილი. სასოწარკვეთა პიკს აღწევს და ის უკვე თვითკვლელობას გადაწყვეტს. და აი აქ ხდება ყველაზე დიდი ირონია, ხო იცი? ის ხედავს, რომ ეს ქაჯები ცეცხლზე რაღაცას ხარშავენ გველს. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ქაჯებისთვის გველის ხორცის შეჭმა არის რიტუალი. რიტუალი, საიდანაც სიბრძნეს იღებენ, ხო? კი, საიდანაც ისინი თავიანთ მაგიურ სიბრძნეს იღებენ. მაგრამ მინდიამ ხომ ეს არ იცის? ადამიანის პერსპექტივიდან გველი საწამლავია. ანუ ვგონია, რომ მოიწამლება და მოკვდება. ზუსტად ეგრეა. ის იღებს ამ ეგრეთ წოდებულ საწამლავს, ფარულად ჭამს, რათა თავი მოიკლას და ტანჯვა დაასრულოს. მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპიროა. აუ, მართლა საოცარი მომენტია ეგ. წყაროები აღწერენ, რომ მას თითქოს ახალი სული ჩაედგა, გონების თვალი გაეხსნა პირდაპირ. ანუ გამოდის, რომ ინსტრუმენტი, რომელიც მას საკუთარი თავის გასანადგურებლად უნდოდა, აღმოჩნდა უმაღლესი განათლების წყარო. ვაუ, ეგ ძალიან ძლიერია. ზუსტად ეგ არის. მინდიას ეხსნება აბსოლუტური ემპათიის არხები. მას ესმის ყოველი ფრინველის, მცენარის, ცხოველის და უსულო საგნის ენაც კი. და ეს ცოდნა მას არ აბოროტებს. არა, პირიქით. ის იგებს ბუნების ყველა საიდუმლოს, ყველა წამლის დანიშნულებას, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებს თავის ადამიანურ კეთილგულს. და მერე ბრუნდება ხალხში, ხო? კი, ის ბრუნდება ტყვეობიდან საკუთარ ხალხში, ხევსურეთში და ხდება შეუდარებელი მკურნალი და ძალიან ძლიერი ლიდერი. იცი რა, თავიდან რომ ვფიქრობდი ამაზე, მეგონა, ეს ზუსტად იგივეა, რაც შენს ტყვინში უცებ მთელი ინტერნეტი ჩამოტვირთონ ერთ წამში მეთქი. ეს კარგი ანალოგია, მაგრამ ხო, მაგრამ ახლა ხვდები, რომ ეს არასწორი ანალოგია.
ანუ ინტერნეტი უბრალოდ ინფორმაცია, ცივი ფაქტებია. აბსოლუტურად გეთახმები. მინდიას შემთხვევა უფრო იმას ჰგავს, რომ უცებ დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი არსების ტკივილის რეცეპტორები პირდაპირ შენს ნერვულ სისტემაზე მიერთონ. აუ, კი, ეგ ბევრად უფრო ზუსტია. ხომ ნამდვილი კოშმარია, შენ ფიზიკურად გრძნობ ყველას ტკივილს და თუ ეს ასია, როგორ ახერხებს ის საერთოდ ფუნქციონირებას? სწორედ ეგ არის მთავარი პრობლემა, ის ვერ ახერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას. მოიცა, საერთოდ ვერა. თავიდან ეს კავშირი მშვენიერია. როდესაც გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, მინდია გარეთ გადის და ყვავილები მას სალმით ეგებებიან. რა ლამაზი სურათია. კი, ისინი თავად ეუბნებიან, რომელი დაავადების განსაკურნად გამოადგებიან. ეს არის ჰარმონიის უმაღლესი წერტილი. მაგრამ ემპათიას აქვს თავისი ბნელი, ასე ვთქვათ, პარალიზებელი მხარეც. რა თქმა უნდა, აქვს, იმიტომ რომ შენ უნდა იცხოვრო რაღაცნაირად, ხო? კი, რეალობაში ხარ. ცეცხლი უნდა დაანთო, საჭმელი უნდა შეჭამო, სახლი ააშენო. ზუსტად. მინდია მიდის ტყეში, ხის მოსაჭრელად, რომ ცეცხლი დაანთოს. იღებს ცულს, უქნებს ხეს და უცებ ესმის ხის ქმნესა და მუდარა. აუ, მართლა? ხე ელაპარაკება. დიახ. ხე ეკითხება, რატომ კლავ, რადგან უიარაღო ვარ, ამიტომ ჩაგრავო. მინდიას ფიზიკურად უვარდება ცული ხელიდან. საშინელება, წარმოვიდგინე ეგ მომენტი. ის ცარიელი ხელებით, ფაქტობრივად გაკინული ბრუნდება სახლში და სხვებსაც ურჩევს, რომ ცოცხალი ხეების ჭრა დანაშაულია. მოიცა, თუ ხეს ვერ ჭრის, როგორ შოულობს საკვებს. ჩვენს წყაროებში არის ერთი ეპიზოდი, მკათა თვეზე, ანუ ხორბლის აღების დროზე. ეს ალბათ ყველაზე შემზარავი მომენტია. დიახ, ეგრეთ წოდებული ხორბლის პარადოქსი. მოგვიყევი მაგაზე. მინდია შედის ყანაში, რათა მოსავალი აიღოს და უცებ გონებას კარგავს. ის გიჟივით დარბის, ერთ თავთავს აქ მოჭრის, მეორეს იქ. ხალხი შოქშია, ვერ იგებენ რა ემართება. როგორ არ გაგიჯდები, კაცო? წარმოიდგინე, შენი საწმელი გელაპარაკება. წყაროს მიხედვით 10,000-ობით თავთავი ერთდროულად ყვირის. კი, ხმების კაკოფონია ამის თავში. ერთი ეხვეწება მე მომჭერი, არ დამტოვო. მეორე ტირის სეტყვის მეშინია, პატარა ღრუბელსაც რომ ხედავ, კანკალებ. მე მომჭერი რომ პურად ვიქცე და მშიერი დავაპუროო. წარმოუდგენელი სტრესია. ეს ხო ნამდვილი კოშმარია. როგორ უნდა იცხოვრო სამყაროში, სადაც შენი სადილის ინგრედიენტები გეხვეწებიან, რომ სწორედ ისინი მოკლა პირველი? ეს არის ჰიპერემპათიის სინდრომი. აი, აბსოლუტურ ფილოსოფიურ დონეზე. მინდიასთვის გაქრა ზღვარი მესა და სხვას შორის. ანუ საკუთარ თავს ვეღარ აცალკევებს ბუნებისგან. ზუსტად, როდესაც ყველაფრის გრძნობა შეგიძლია, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შენს გადარჩენას ემსახურება, ავტომატურად ნიშნავს ხვის ტკივილს. ის პარალიზებულია, რადგან ვეღარ აკეთებს არჩევანს საკუთარ თავსა და ბუნებას შორის. მაგრამ საზოგადოება ხო არ არის ასე დაკავშირებული ბუნებასთან? არა, რა თქმა უნდა. ხო და თუ მინდია პარალიზებულია ყანაში და ტყეში ხეს ვერ წდრის, ხალხი ხო მას უბრალოდ შეშლილად ჩათვლის. აი, ეგ არის შემდეგი ლოგიკური ეტაპი საზოგადოების სკეპტიციზმი. და ეს ძალიან ნათლად ჩანს ხევსურების დიდ დღესასწაულზე ხატობაზე. კი, ხატობაზე ხალხი შეკრებილია, სვამენ, საუბრობენ. და რა თქმა უნდა, მთავარი თემა მინდიას უცნაური ქცევაა. აქ ჩნდება პერსონაჟი სახელად ჩალხია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების კოლექტივურ, ასე ვთქვათ, პრაგმატულ ლოგიკას. იცი რა, ტექსტის კითხვისას დავიჭირე ჩემი თავი იმაზე, რომ მე სრულად ვეთანხმები ჩალხიას ამ შემთხვევაში. მართლა. რატომ? იმიტომ რომ ჩალხია უყენებს მინდიას უძლიერეს არგუმენტს და მიუთითებს მის ფარისევლობაზე. კი, ლოგიკური არგუმენტია. ის ამბობს, მინდიას ეწოდება ხეები და ბალახები, ცრემლებს ხურის მოჭრილ ტოტზე, მაგრამ ომში, როცა მტერი მოდის, დაუნდობლად ხმლით შუაზე ჭრის ადამიანებს. დიახ, ჩალხიას კითხვა სრულიად ლეგიტიმურია მაგ კუთხით. ის ეკითხება, რატომ არის ადამიანის თუნდაც მტრის სიკვდილი დასაშვები, ხოლო ფიჭვის ხის მოჭრა უპატიებელი ცოდვა. ზუსტად. საზოგადოების ლოგიკა ხომ მარტივი და ბიოლოგიურად გამართლებულია. მტერი გაგანადგურებს, ამიტომ უნდა მოკლა. ხე კი იმისთვის არსებობს, რომ მოჭრა და გათბე. აბსოლუტურად რეალისტური ხედვაა. ჩალხია ფაქტობრივად ეუბნება მინდიას შენი მორალი თავდაყირაა დაყენებულიო. თუმცა, მინდიას პერსპექტივიდან ეს არ არის ჰიპოკრიზია. მინდიამ ხომ იცის ბუნების უმაღლესი კანონი. ანუ რომ ბუნება უდანაშაულოა.
დიახ, მცენარეები და ცხოველები უდანაშაულონი არიან. ისინი მოქმედებენ ჰარმონიაში. ადამიანი კი მათ შორის მტერიც, არ ღვევს ამ ჰარმონიას, მაგრამ ამის ახსნა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის წარმოუდგენელია. ხო, ეგ სიტყვებით არ აიხსნება. ამიტომ მინდია არ კამათობს. ის უბრალოდ ტირის და გადაწყვეტს მათ ვიზუალური მტკიცებულება წარუდგინოს. მტკიცებულება, რომელიც წყაროში აღწერილი, მართლაც შოკის მომგვრელია. მოდი მოვუყვეთ მსმენელს მაგაზე. კი ბატონო, მინდია უთითებს ორ პატარა ჩიტზე, რომლებიც იფნის ხის ქვეშ სხედან. ის ხალხს უთარგმნის ჩიტების საუბარს. რას ამბობენ ჩიტები? მარჯვენა ჩიტი მარცხენას, ანუ დედას უყვება, თუ როგორ დაიღუპნენ მისი შვილები. ხალხი რა თქმა უნდა სკეპტიკურად უყურებს? ალბათ ფიქრობენ, რომ იგონებს, ხო? კი, მაგრამ ზუსტად ამ დროს მინდიას სიტყვების დასადასტურებლად დედა ჩიტი შვილების დარდისგან გულგახეთქილი ვარდება ქვიდან კვდება. აუ, აი წარმოიდგინე, შენ ხარ სკეპტიკოსი, იცინი მინდიაზე და უცებ შენი თვალით ხედავ ასეთ სასწაულს. შოკის მომგვრელი მომენტია. ჩიტი კვდება ზუსტად იმ მიზეზით, რაც წამების წინ მინდიამ გითხრა. წესით ამან ხო უნდა შეცვალოს მთელი საზოგადოების მსოფლო მხედველობა. კი, ლოგიკურად ეგრე უნდა იყოს. ანუ უნდა შეწყვიტონ ხეების ჭრა და ნადირობა. წესით კი, მაგრამ რეალობა სხვაა. ადამიანები გაოგნებულები არიან, უკვე ჯერათ მინდიასის, მაგრამ მაინც არ იცვლებიან. მაინც აგრძელებენ ძველებურად ცხოვრებას, მაინც ნადირობენ, მაინც ჭრიან ხეებს. რატომ? ეს ხო პირდაპირ შემეცნებითი დისონანსია. იმიტომ რომ ცოდნის მიღება არ ნიშნავს ქცევის შეცვლას, თუ ეს ქცევა შენს ფიზიკურ გადარჩენას უკავშირდება. ხო, ეგ მართალია. საზოგადოებას ურჩევნია იცხოვროს ძველი, მარტივი წესებით და დახუჭოს თვალი რთულ ჭეშმარიტებაზე. სიმართლე არ გათბობს სამთარში და არც მუცელს ამოგივსებს. ძალიან ზუსტი ნათქვამია. და ეს წნეხი საბოლოოდ მიდის ყველაზე ინტიმურ დაუცველ სივრცეში, მინდიას საკუთარ ოჯახში. აი აქ ვიწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ წყდება ადამიანი რეალურად. კონფლიქტი გადადის სახლში, მინდიასა და მის ცოლს, მზიას შორის. კი, ეგ ყველაზე მძიმე ნაწილია ალბათ. და ისევ, როგორც ჩალხიას შემთხვევაში, მე აქაც მინდა მზიას პოზიცია დავიცვა. რადგან ფიქრობ, რომ ის აბსოლუტურად მართალია თავის მოთხოვნებში. საინტერესოა, რატომ ფიქრობ ასე? მოდი შევხედოთ სიტუაციას მზიას თვალით. შენ ცხოვრობ მაღალმთიან სოფელში ქვის კოშკში. ცივი ზამთარია თან. ზუსტად. ზამთარია. შენი ქმარი სოფლის ბელადია. ყველაზე ძლიერი კაცი თემში, მაგრამ შენს სახლში ცეცხლი არანთია. რადგან შენს ქმარს ეწოდება ხეები და მხოლოდ გამხმარ ტოტებს აგროვებს. კი, და ეგ ტოტები აყოფლით გასათბობად. ხო და მზია ეუნება მინდიას, ბავშვების სიცივით მეყინება. ნახე მეზობლებს რამხელა ცეცხლი უნთიათ. წადი ნადირი მოკალი, რომ ბავშვებმა ხორცი ჭამონ, თორემ რავაშკაცები გაიზდებიანო. მესმის მზიას ტკივილიც. მზია ხო არ არის ბოროტი ან ხარბი ქალი, ის უბრალოდ დედა, რომელიც თავისი შვილების ფიზიკურ გადარჩენას ითხოვს. გეთანხმები, ეს არის ორი სრულიად განსხვავებული მოთხოვნილების იერარქიის შეჯახება. ანუ, მინდია იმყოფება სულიერი კოსმიური ჰარმონიის დონეზე. მზიასთვის კი მთავარია ბაზისური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, სითბო და საკვები. და ტრაგედია ისაა, რომ ორივე მართალია თავის სამყაროში. ხო, მაგაშია საქმე. მაგრამ ოჯახში ყოველდღიური ფსიქოლოგიური წნეხი, საყვედურების და ცოლის ცრემლების ფონზე მინდია ნებდება. ის გადაწყვეტს, რომ საკუთარი ოჯახის გადასარჩენად უნდა უღალატო საკუთარ პრინციპებს, ხო? კი, ეგრეა. წყაროში პირდაპირ წერია, რომ ის იწყებს ხეების ჭრას. დღეს ერთს მოჭრის, ხვალ ორს, მერე უკვე იწყებს ნადირობასაც. დიახ, და მინდია ამას აღწერს უმძიმესი ფრაზით. ის ამბობს გული ჩავიდევ ქვისაო. ოვა, რა მძიმე მოსასმენია. მან გააცნობიერა, რომ იმისათვის, რათა იცხოვროს როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, მან ფსიქოლოგიურად უნდა მოკლას ემპათია საკუთარ თავში. და რა არის ამ კომპრომისის ფასი? ფასი კატასტროფულია. ემპათია ხომ მოითხოვს ღია გულს. აჰა, და მან გული ქვად აქცია. ზუსტად. როდესაც მინდიამ დაიწყო ხეების ჭრა ცოლის საამებლად, მან საკუთარი ფსიქიკის დასაცავად დიდი კედელი ააშენა. და რა მოხდა მერე? როგორც კი ეს კედელი ახიმართა, ის სიხშირე, რითაც ის ბუნებას უკავშირდებოდა, უბრალოდ დაიკარგა. მინდიას აღარ ესმის ყვავილების და ჩიტების ენა. ძალა გაქრა. ეს მართლა ძალიან მძიმეა.
ის იღებს იმას, რაც ოჯახს სურდა, მაგრამ კარგავს იმას, რაც მას მინდია დაქცევდა საერთოდ. ის საკუთარ თავს ცოცხალ მკვდრად აცხადებს, ის ამბობს, მკვდრებს ის მაინც არ აწუხებთ, რომ მკვდრები არიან, მე კი ვგრძნობ ჩემს სულიერ სიკვდილსო. აუ, რა საშინელი შეგრძნებაა. და რაც ყველაზე საშიშია, ის ხვდება, რომ რადგან მისი მფარველი ძალა გაქრა, დადგა დრო, როცა მტერი მოვა და მათ გაანადგურებს. მისი სულიერი სიკვდილი გარდაუვალი ფიზიკური განადგურების წინაპირობა ხდება. და აი აქ გადავდივართ ფინალურ ყველაზე პირქუშ ნაწილზე. როცა ლიდერი კარგავს კავშირს საკუთარ ჭეშმარიტებასთან, მთელი საზოგადოება საფრთხეში ვარდება. კი, აბსოლუტურად ეგრეა. მოლოდინი მართლდება, ომი იწყება. ქისტის ლაშკარი მოდეს მათ დასარბევად. მთელი გარემო თითქოს ასახავს მინდიას შინაგან მდგომარეობას. ბუნება გლოვობს, წვიმს, ნისლია, ბნელა, კოშკში შეკრებული ქალები ომის მოლოდინში არიან. და მზია ყვება იმ საშინელ სიზმარს, ხო? დიახ, მზია ყვება სიზმარს, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ვიზუალური სიმბოლოა ჩვენს წყაროებში. დიახ, შავი ღვარი სიზმარი. მოდი მოვუყვეთ რა ხდება ამ სიზმარში. მზიას ესიზმრება, რომ თებიდან მოედინება შავი კუპრის, ანუ ფისის, უზარმაზარი ღვარი. რაღაც აპოკალიფსური სურათია. კი, მას მოაქვს კლდეები, ანგრევს ყველაფერს და პირდაპირ მათ კოშკს ეჯახება. სიზმარში ხალხი იხჩობა, მზია ცდილობს ბავშვებს შავი მანდილი გადააფაროს, რომ როგორმე გადაარჩინოს. და მინდია სად არის ამ დროს? ამ ქაოსში ის ხედავს მინდიას, რომელიც დინებას მიაქვს და არც კი ეწინააღმდეგება. უბრალოდ ნებდება. დიახ. მინდია მას ეუბნება, მაპატიე რაც გაწყენინე, მაგრამ რასაც ახლა ჩემს თავზე ხედავ, ამის ღირსი ვარო. გთხოვ ბავშვები არ დამიჩაგროო. ეს სიზმარი ხომ პირდაპირ ასახვა იმისა, რომ მინდიამ პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ დაცემაზე. ნამდვილად. ანუ მან იცის, რომ ის შავი ღვარი, რომელიც მის თემს ანადგურებს, მისი გაკეთებული არჩევანის, მისი კომპრომისის პირდაპირი შედეგია. აბსოლუტურად. და რეალობაშიც ომის დაწყებამდე მინდიას საქციელი სრული სასოწარკვეთაა. რას აკეთებს ომამდე? ის, ვინც ოდესღაც ბუნების ყველა საიდუმლოს ფლობდა, ახლა მიდის სალოცავში, წირავს ხარებს და ჯვარს, ღმერთს ეხვეწება დახმარებას. ანუ ისევ ჩვეულებრივი ადამიანივით იქცევა. კი, ხევისბერ ბერდიას უკვირს კიდეც მინდიას ასეთი შეშინებული მტირალი ლოცვა არასდროს უნახავს. ის ხვდება, რომ ღმერთმა მიატოვა. და როცა ხალხი ლაშქარი იკრიბება და მინდიას თავიანთ ბელადს რჩევას ეკითხება, ის უარს ამბობს, ხო? დიახ, ის პირდაპირ ეუბნება, აღარ ვარგი ვარ მჩველადო. მაგრამ ხალხი თავისი ბრმა ინერციით არ უსმენს, ისინი მაინც აძალებენ და ფიცადებენ. და აქ მინდია იღებს უკვე საბედისწერო გადაწყვეტილებას. ძალდატანების შემდეგ ის შეგნობულად აძლევს მათ დამღუპელ რჩევას. ვა, ეგ როგორ? ის უგზავნის ლაშქარს, ეწოდებულ მოწამლულ ხევში მტერთან დასახვედრად, რაც ტაქტიკურად პირდაპირ თვითმკვლელობაა. მოიცა, რატომ აკეთებს ამას? თუ იცის, რომ ეს დაღუპავს მათ. ეს შურისძებაა საზოგადოებაზე, რომელმაც ის აიძულა კომპრომისზე წასულიყო? საინტერესო კითხვაა. თუ უბრალოდ სრული რეზიგნაცია, რომ აზრი აღარ აქვს არაფერს. ეს ალბათ ორივეს ნაზავია. ეს არის გატეხილი ადამიანის ბოლო აქტი, რომელსაც აღარ აქვს ძალა ებრძოლოს ბედის წერას და ქვეცნობიერად სჯის იმ სამყაროს, რომელმაც მისი სულიერი სიკვდილი გამოიწვია. ლოგიკურია ერთგვარად? შედეგი, რა თქმა უნდა, ფატალურია. ბრძოლა წარმოუდგენლად სასტიკია. წყაროების მიხედვით 2 დღე იბრძვიან გადაბმულად და იცი რა არის ყველაზე საინტერესო დეტალი? რა? მინდია ისე გაშმაგებით იბრძვის, ისე ეძებს სიკვდილს ბრძოლის ველზე, რომ მისსავე თანამებრძოლებს უწევთ მისი შეკვრა და ბრძოლის ველიდან გაყვანა, რომ ტყუილად არ მოკვდეს. კი, ეგ მართლა პარადოქსია. წარმოგიდგენია, საკუთარი ჯარისკაცები აბამენ თოქით. წყლის უკვე აზრი აღარ აქვს. მინდია ახერხებს ამ თოკების შეხსნას. ის დგება და გადაყურებს სოფლებს. და რას ხედავს მაგ დროს? სოფლებში ალბათ კვამლი და ცეცხლია, ხო? კი, სწორედ მაგას ხედავს. ეს ნიშნავს, რომ მტერმა გაიმარჯვა, მისი სამყარო, მისი ოჯახი, მისი ხალხი განადგურებულია. მან ვერ გადაარჩინა ის ოჯახი, რომელს გამოც სულიერება დათმო რეალურად. დიახ, ყველაფერი დაკარგა, ის იღებს ხმალს და უსიტყვოდ იკლავს თავს. ტექსტში არ არის არანაირი დიდი დრამატული გამოსამშვიდობებელი მონოლოგი, ხო იცი? ის უბრალოდ გულში იცემს ხმალს.
ფინალი მართლაც შემაძრწუნებელია. და იცი რა არის ყველაზე შემზარავი ფინალური დეტალი? სანამ მინდიას სისხლი მოედინება, წყარო ამბობს, რომ ნიავი ლაღად უსტვეს და თამაშობს მის სისხლიან ხმალზე. აუ, რა კონტრასტია. კი, ბუნება, რომლის სენაც მას ოდესღაც ესმოდა, რომელსაც ის იცავდა, ახლა აბსოლუტურად ინდიფერენტულია მისი სიკვდილის მიმართ. ბუნებას საერთოდ არ აინტერესებს ერთი ადამიანის ტრაგედია. ზუსტად ეგრეა. ეს არის კოსმიური გულგრილობა. მართლა ეგრეა. მინდიამს ცხადა ყოფილიყო ხიდი ბუნების აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა და ადამიანურ პრაგმატულ არსებობას შორის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ორი სამყარო შეუთავსებელია. კი, ორივე მხარეს ვერ მოემსახურები. როდესაც ცდილობ ორივეს ემსახურო, საბოლოოდ ანადგურებს საკუთარ თავსაც და იმათაც ვისი დაცვაც გინდოდა. მოდი, შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ეს ისტორია გვეუბნება ძალიან მტკივნეულ რამეს ჩვენს საზოგადოებაზე. კი, საფიქრალი ბევრია აქ. აბსოლუტური ემპათია და აბსოლუტური სიმართლე ლამაზად ჟღერს მხოლოდ თეორიაში. პრაქტიკაში კი საზოგადოება აგებულია იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ სხვის ტკივილზე, რათა ჩვენ თავად გადავსჯეთ. სამსუხელოდ ეგრეა. მინდიამს ცადა თვალი არ დაეხუჭა და ამან ის უბრალოდ პარალიზებული გახადა. დიახ. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ინატრებ, რომ ნეტავ ყველაფერი იცოდე, ან სამყაროს სრული სიმართლე დაინახო, დაფიქრდი. რაზე უნდა დავფიქრდეთ? ხომ არ არის ადამიანის გადარჩენის საიდუმლო სწორედ ჩვენს შეზღუდულობაში? ვა, ეგ მაგარი აზრია. ხომ არ არის ის ფაქტი, რომ ყველაფრის გაგება და შეგრძნება არ შეგვიძლია, სწორედ ის ევოლუციური ჯავშანი, რომელიც ნორმალურ ცხოვრებას გვაძლევს. იქნებ უცოდინორება არის ის ფარი, რომლის გარეშეც ადამიანის გონება უბრალოდ დაიშლებოდა. ძალიან დამაფიქრებელი კითხვაა. იქნებ მართლაც ზოგჯერ ის, რასაც ჩვენ უმაღლეს სიბრძნეს ვეძახით, სინამდვილეში ყველაზე მომაკვდინებელი საწამლავია. ჩვენს სმენდელს ზუსტად ამ ფიქრებთან ერთად დავტოვებთ დღეს. ნამდვილად კარგი დასასრულია. დიდი მადლობა, რომ გვისმენდი. შევხვდებით მომდევნო სიღრმისეულ განხილვამდე.